მეცნიერებაზე ვზუმავთ, ბათუმელები და სამეცნიერო წრეებში განსაკუთრებით კარგად იცნობენ იზო მაჭუტაძეს, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების დაუღალავ ქომაგს. ქობულეთის ისპანის ჭაობი რომ გადარჩა და დღეს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია, იზო მაჭუტაძის წვლილი განუზომელია ამაში და იმაშიც, რაც ახლა უნდა მოგიყვეთ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა იზო მაჭუტაძის მეცნიერ ხელმძღვანელობით მოიგო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეისწავლონ შავი ზღვის დაბინძურების და მისი გავლენის საკითხი. ეს პრობლემა კი არ ვდაობთ, რომ მწვავედ დგას და ცხადად ჩანს განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებში. ამ მასშტაბურ პროექტში კიდევ 5 ქვეყნის უმაღლესი სასწავლებელია ჩართული და ისინი ერთობლივად იმუშავებენ კვლევაზე, რომელიც წესით სახელმძღვანელო დოკუმენტი უნდა გახდეს შავი ზღვის აუზის ქვეყნების მთავრობებისთვის. იზო მაჭუტაძე გვეტყვის მეც ბესეუს უვადო მეცნიერია ჩვენი სტუდიის სტუმარი და მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. მოდით გითხარით რა პროექტია ეს და რა არის გამორჩეული ამ ამბავში, იმიტომ რომ ჩვენ წინა გადაცემაში ვყავდა მარინა გიორგაძე სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ახსენა თქვენი პროექტი როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი. აი ამ პროექტის მნიშვნელობაზე გითხარით და თემა რატომ არის მნიშვნელოვანი, ნაწილობრივ სათაურიც გვეუბნება პრინციპში. პირველ რიგში ისე ყოველთვის მოვხდი მადლობას ევროკავშირის ამ უდიდესი ნდობისათვის და ეს 5 ქვეყანა ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი წარმოადგენს წამყვან ლიდერ ორგანიზაციას, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თვით პროექტში მონაწილეობს